ათელეს ამის სპატიოსან ადამიანობას და სავალი იყოს სამარადის სპორტში. მართლა რომ ბრძოლობდა და მართლა რომ მომდა ყველას. მოგონება იყოს. ჩვენ დღეს შემთხვევით არა ვართ მოსულები აქ. ქართველი კაცი ყოველთვის ამბობს იმ გმირების მოსაგონებს და აყოლებს ყოველთვის იმ ცნობილი თქვა ნომერპირველი კაცის დავით აღმაშენებელის გამარჯვებით და გადავდივართ მე იმ უსახოლო გმირებზე, რომლებიც შეიძლება ისტორიამ დღემდე არ შემოინახა. ჩვენ მომსწრე ვართ, ისწავლო ვართ 9 აპრილის, როდესაც მოხდა უდიდესი ტკივილის და უდიდესი აღმაფრენაც ამ სახით შევიდა ეს დღე ისტორიაში, ასე უკტავყო ფაქტურად ამ დღეს საკუთარი თავიდან. რომ არა დღესაც საქართველოში ის გმირები, რომლებიც მართლა გმირები არიან, რომელიც შეიძლება ბევრმა არ იცის. და მე მაქვს საუბარი ამ შემთხვევაში უკვე დათო ანდაშუძე, რომლის აფლავზე დღეს ავართ, რომელიც ფაქტიურად მარტო შეიძლება ითქვას იბრძოდა იმ უკანონოების წინააღმდეგ, რასაც ქვია ქართული მიწების გასაცება და ჩვენ დღეს დაივალდებულეთ თავი, რომ ამ კაცის საფლავზე მოსულიყავით, ამ კაცის ოჯახთან მოსულიყავით და გვეთქვა, რომ ჩვენ არ დაგვივიწყდები ვინ ეს კაცი და დარწმუნებული ვარ ამ სოფელს და ამ გარეუბანს, სადაც ახლა ეს კაცი აქტიურად იბრძოდა ამ ქართული პრობლემის გადაწყვეტად, მოსაგვარებლად, სანამ იქნება ეს სოფელი, სანამ იქნება საქართველო, სანამ იქნება ეს ოჯახი, ამ კაცის სახელგვარს აიმახსოვრებენ და ოქროს სახელებით ჩაწერენ ისტორიაში. ერთმა განაცხადოს. ამენ. კი, ახლა დაიკავები და თემურის იყო. ათეშიგოს. ბრძოლას ალბათ აუცილებლად ექნება შედეგი. გამოდებელი კიჩი გადასვლა. შემოიღოს ბატონ დათო ყანდაშვილის. ახლა საუკეთესო პიროვნებაა და იყო და ამ სოფელში მართლაც მოღვაწეობდა და ერთი რამ მინდა ვთქვა, ფაქტობრივად ისტორია ყოველთვის ინახავს იმ პიროვნებებს, რომელიც გარკვეულ დროს როცა უჭირს ქვეყანას განსაკუთრებით, საკუთარ შიშემაღლებელს და რა იმ პიროვნებებს, რომელიც საკუთარ თავის გადარჩენაზე ფიქრობდა. ეს კაცი არ ეყოლებოდა იმ ზეწოლაში, პერიპეტიებში. და იბრძოდა რა, მართლა იბრძოდა ეს ადამიანი და ნათელი და ხსოვნა მის სულს. ამას თვითონმა ოჯახი კიდე დაუჩული. სონა დავიწყება იყოს ყველა იმ კაცის, ვის ჩვენ სამშობლოში წერდა და ნათელი სოფელი ამბობდა სოფელსა. ჩვენ დღეს ვიმყოფებით. ჩვენ მივესალმები ახლა ბოლო ვიცი ერმილე მაინც დაუშვეს ერმილეს ჩვენს მას დიდი სიყვარულით პატივისცემით ყველა ჭეშმარიტ ქართველს სპეციალს მაყურებელს ყველა ღირსეულს როგორც საქართველოში ცხოვრობს ისე მის ფარგლებს გარეთქონს უფრო დაგლოსო და გაგაზიებოთ ხოლმე. ჩვენ და საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე უფრო გმირული ისტორიული წარსულის ქონე ახეთის მადლიან მიწაზე ვიმყოფებით. თანაც სადავართ ფიზიკში, უბატონოში ამ გმირული რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე უფრო თავისუფლების მოყვარე ამალ უხეში. და ვართ გამოსული სოფელ ილია-წმინდეს სასაფლაოზე და ვართ მოსული ისეთი პიროვნების, აი როგორ გითხრა, ჩემი მეგობრის დავით ანდაშვილის სასაფლაოზე. აი
გენიალურ ჰენრიხ ჰაინესა აქვს, რა თქვა, ბოდიში ცოტა გამიგზავნება, იმიტომ ხომ უნდა იცოდეს ხალხმა ვის საფლავზე ვართ მოსული. გენიალურ ჰენრიხ ჰაინესა აქვს, რა თქვა, ყოველი ადამიანი ეს მთელი სამყაროა, რომელიც მასთან ერთად იბადება და მასთან ერთად ხდება. ყოველი ადამიანის საფლავის ქვის ქვეშ კაცობრიობის ისტორია განიშნავს. მე ახლა არ ვიცი როგორ კაცობრიობის ისტორია, მაგრამ ამ საფლავის ქვის ქვეშ განიშნავს აი ძალიან დიდი ქართველი. თავის ქვეყანაზე, თავის მიწა-წყალზე უზომოდ შეყვარებული. კარგად გამიგეთ. დათო ყანდაშვილი არ იყო პოლიტიკოსი. არ იყო სამეცნიერო საზოგადო მოღვაწე, არც დიდი მეცნიერი იყო. არ წერდა ის პედაგოგებს, აირებს, ლექციებს არ კითხულობდა, რაღაც პროგრამებს არ ქმნიდა ეს კაცი. მაგრამ აი ეს კაცი წავიდა, აი შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა ჩვენს ქვეყანას, მის სამეგობროს ეროვნულ სულისკვეთებას მართლა დაარდა ამ კაცის წასვლა. რა მახსენდება, იცი? აი ირა გრიგოლ აბაშიძის უსაყვარლესი რომანი ლაშარელა და იქ არის ასეთი მომენტი, როდესაც ლუხუ მიგრიაულის რაც ანადგურებენ, მაშინ ჩალხია ფხოველი, მეფის გამგზელი, ლაშა გიორგის გამგზელი სასიკვდილოთაა დაჭრილი და შალვა ახალციხელია ჩაჩოქილი და იქვე ლუხუ მიგრიაულის ზულში ლახვარ ჩახსებული ლუხუ მიგრიაული აგდია. და ეს აჩვენებს. ხედავო, შალვაო, ლუხუმია მიგრიაული. ზულში აქ ლახვარი ჩაცემულიო და რო იცოდეო, ეს ლახვარი მარტო ლუხუ მიგრიაულს კი არაა ჩაცემულიო, საქართველოს ძლიერებასაა ჩაცემული. იმიტომ რომ საქართველოს ძლიერებაო ზუსტად ისეთი პატიოსანი ლექკაცების ხრებზე დგას, როგორც ლუხუმია მიგრიაული. იგივე მინდა ჩემ დათოზე მერო. და მე უფლება არ მაქვს. რატო მოვდივარ და რატო შევწუხდით ამდენი ხალხი, დათო რო იცოდე. აქ მოსულია იმ ხალხთან ერთად ვართ მოსული, αλλά ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, რომელსაც ალბათ აი საქართველოში უფრო მეტ სანდო ადამიანებს ჩვენ მე ვერ ნახავდი პირადად. თანავწეთ ისეთ პიროვნებასთან, რომელიც ზუსტად იგივე პიროვნებაა და შეგვიძლია იგივე სიტყვები თქვა. რომ ნაღდად გული და სულით რა, არა ამ ქვეყანაში რო არა. აგერ არის ჩემი იაგო, რომელსაც ერთად ვიბრძვით. მაგალითად ამ პიროვნებასთან რა ვიცი 2009 წლიდან ყველაფერი ერთად რომ გაგვივლია. თუ ზოგჯერ მომხდარა, აქაც ვიყავით, თუ ზოგჯერ მომხდარა, რომ ვერ მოდიოდა, ამას რაღაც ღვთაებრივი საპატიო მიზეზი აქვს. უკვე წლებია, მრავალი წელია, დედა მიჯაჭვულია, რა ქვია, ინსულტით საწოლზე და ჩემი იაგო დედას. ამაზე საპატიო ხო არაფერი არ არსებობს. აგერ ჩემი თემური ბუკალავაძე როგორ გითხრა რა, საოცარი შემართების ახალგაზრდა. მე არ ვიცი, საოცარი რაღაცა. არ ვიცი, აი მოსწრებაზეა სამდე რიგი გავარდეს, რამე ეროვნულს ეხებოდეს, რამეს ასეთ რამეს რომ ეხებოდეს რა. და ამავე დროს ყოველთვის მithქია ვაფიქსი. გული მისკდებოდა. ეს ახალგაზრდა წანისის თქეპავს ისე იქა დარაჯა დაათვირო თავის ბინაგზე იქა. ხოლმე დიდი ისე გული მისკდებოდა, რაც რამე შარი არ ნახოს. აქ არის ჩემი დია ბახტაც. მე ერთ რამეს ვიტყვი, ამას მე არ ვიცი ეს. მე არ ვითიქრებდი და სიბერეში მე ავიცნობდი ასეთ სამშობლოზე მოანგაროთ შეყვალულ ასეთ ღირსეულ ჭეშმარიტ ქართულ მამულიშვილს. მე ნახდათ არ მეგობრად. და გია რომ მე მეგობრად მომიაზრებს, ეს ჩემთვის დიდი პატივია. და ბოლოს აგერ ახალწელზე გაცნობს. გამაზია, მოდი მეცამაკანა. შენ ялდის მე შენ მინდა რომ დაგინახოს, დაინახო. მოდი აგერ ამას. მე ახლა აქა რამაზის ვერ დავახასიათებ. რო სუფრაზე აქიდან სახში რო წავალ, მე ვიტყვი ამ პიროვნებას სხვაზე მეტი უფლება თუ აქვს რომ და თქვა ნაკლები ნახდათ ვიტყვი რა ამის შესახებ, მინდა რომ მთელი გული ხელი და არასოდეს ეს ამას ვერ ათხოვდი ვერაფერს სამისთავზე. ესეთი პიროვნება. ანოჭი ორი სიტყვით უნდა მოვყვა რა. მოვდივარ დედოფლის ხალიდან. იქ ომობანა ქონდა იქნება ხო იცით, გავიმარჯვეთ სხვადასხვა ერთადერთი ადგილი სადაც გავიმარჯვეთ.
დავიბათ. მაგრამ არ ვიცი. გახსოვს იმ პარტიის ლიდერმა რო თქვა რაღაცა ის დაწერა. ასაგებია რა მოხდა იმის მერე. ბოლო წლებში თითქმის შესყიდული ქონდა. ახლა არ ვიცი, შეიძლება ახალი პრობლემაა, თავიდანაა მოსაგები. ნუ მოვდივართ, მოკლედ მირეკავს აზადმე ადილა, იცი ადილა რო არის. ადილა მირეკავს არ იქაო, კაცო. იქაოს 1700 ჰექტარი აქვს, გზაზია. ხო, სწორი ვარ, აგერ და იქო არისო, ერთიო, ქართველი კაციო. მებრძოლი გიჟი გადარეულიო, კაცო. ფაქტიურად მარტო იბრძოდა ეს კაცი. და შეხვედრა უნდა თქვენთან ახლა რო გეიგეს რომ გამოგვივიდა რაღაცა იმედი მოეცა. ხალხ განიგე მაიკერა სადვიყავთ გასულ გამოსახლებაზე და იმ გითხრით ბელუფლის კალოში გეიგო თუ ჩვენ მოვიდა. კალოში მერიგესო გლეხებსო 1300 ჰექტარი მიწა შეასყიდია საქართველოს ბაკალოთ. შევხვდებითო, რას ქვია, შევხვდები. გამოვდივართ ბიჭოდით. კაცო დავხვდა. ალა ვიფიქრეთ 1-2 მეტრიანი ფიზიკაში შევხვდება. რაღაცა და თქვენ ნახეთ კაცო პატარა ტანის პიროვნება გადმოვიდა, მე გადმოვედი, მე თამაზი ცხონებული ჩხეიძე და ამისაგანი რა ხდება? კაცი აღარ იცის რა ქნას. აღარ იცის კაცმა რა ქნას რა. ვიხსნის აგერ არაბი ვერ გევიგეთ წესია და თავიდან რა ხდება? ბოლო გიგევიგეთ რომ თურმე 1700 ჰექტარი აგერ ილიაწმინდაში ხლად 0.4 ჰექტარი ქონდა ხო მაშინ არ ვიცი ახლა თუ დაუმატეს არ ამგონია ვინმე სამე დაემატებია შეიძლება წაგართვეს კიდევაც ხო და 0.4 250 თლად 100 ჰექტარი აქვს სოფელს და არაბს 1700 ჰექტარი აქვს ყველაზე უფრო ნაყოფიერი მიწები რა ვქნა თანაც ამ დათოს რო ველაპარაკებით ბიჭო თავიდანვე ვფიქრობთ რა ჭირს ამ ადამიანს გიშგავს აღარ იცის რა გააკეთოს და აი მე ვთხარი დავით დამშვიდი ვეხვეწებოდი დამშვიდის თქვა ახლა მივხედავთ მაგ საქმეში თქვა ჩვენ უკვე მეორე დღეს დაგვირეკებს დედოფლის ყელოზე რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა და უკვე ამისკენ სიგახ პირველი ზახოდი საჭიროა პატარა დაზვერვა მე ნიადაგის შემზადება და მე ჩამოსვლა შენ დაგირეკე მაგრამ თავიდან მამისა და ეს ზაზა ისინი ერთი მანქანით წამოვიდნენ აქ რაზვეტკა დათო ნახა ახლა დაზვერვა იყო იწივლა ახლა ჩხუბის მეტი რა იცის იმან ხო ჩამოვიდნენ ხალხიო ცოტა სპოკმანობს მაგრამ შეიძლებაო რომ კაროჩე ჩხუბიო ახლა მე ახალები კახელები ყავს ბაგაცები სუფრაზე რო სიტუაცია გადაწყდება იქ კახეთში ყველაზე მე და კაი რომ გულით რო გეგიგებენო გულით ხა ეს დედა ეს სიაფანტობას არ თოხლავენ ახლა და ჩამოვედი მე ხამე თქვენთან დავჭი 1-2 კაი პიროვნება გადმეიპატიჟა ვისაუბრეთ რაღაცა აქეთ იქე და ავდექით განაცვალე და მეორე დღეს გავიდით ბირჟაზე ცოტა იქეთ ბირჟაზე მოვიდენ ვილაპარაკეთ დათო ნუ არ ვიცი გიშგავს იქეთ ვერ ვიხედებიო სადაც არაბიო გაგისკდება ბიჭო გული მეუთხარ მე რო კაცის დამშვიდებას დაუწყებ ძალიან თვითონაც დასამშვიდებელი მაგრამ ეს რა ვხედავდი პეთქავდა კაცი ხო და რა ვარციკ და მოვილაპარაკეთ რა შევიკრიბებითო კაროჩე და რა მოგერი გამოვა მე გამოვა კი არა ვიავნანას ვამღერიებ მე ახლა წილვარ თანაც ახლა ერთი რომ მე ხო გამოგვივიდა იმედი გვაქვს რომ გამოვა კიდევაც და წამოვედით აგერ იაგო ორი მანქანით ვიყავით ხო თუ ვაფსები და მივედით გამგეობა საკრებულო თავიდან 7-დან დავიწყე რუპორი შემიყვანს მაგრამ და ვუავტეხე კიბილწივილიდან რა ვიცი და ვინ გამოვალდა გამგებელი საკრებულოს თავზე პროკურორი ვინ ზედამ დაწყოლა ყველა იქა ჭივი ვარ აგენი გვეჭხუბებია რა გინდა ჩვენგან ჩვენ ვუბდებით ჩვენ აშვაში ვარ ნაცემმა გადაცემ მე ნაცემმა გადმოცე ჩვენგან მოგვეცით მე უკან ხოცება იმიზა მოგიყვანეთ ხელისუფლებაში რომ უკან მაგრამ რაში მჭირდები შენ მოსულხარ მიდის ჩხუბიდან აი პირდაპირ გეუბდები მაგრად დაიძაბა სიტუაცია დათო ჩვენთან ერთად ხო კიდევ უფრო მეტად ყვირის და მაგრად დაიძაბა უკვე წამია და კაროჩე შარია და არა და მოკლავენ ბიჭო ცემაში ჩავყრიაზე კიდევ ამან და თამაზა ცოდებულმა რა ვარციქ და გამბოჭეს ხა ამათ ელაპარაკებოდა მე გამგებები მაგრამ იდიგრა ეს წესიები შეხარებით ამას ეს ხუმიგანიაო იდიგრა და რა ვარცი არა რამას რატო ვიცი
ბიჭო დევიღალი ამ პარტიული ვიღაცები გამოდიან ჩვენ იქინი ამერიკაში ვიყავი სტოკჰოლმში ვიყავი წადი შენი დედაცვადირე ბოდიში თუ სადმე იყავ შენ რაგანტოლოში უნდა ყოფილიყავ ხო და ეს რაღაცა შევედი ჩიგდით ნუ რა ვარ იქ და იქ რაღაცას ლაპარაკობ და ეცენ დათოს შენი კადიშებულია ეს ხალხიო შენ ხო აქ დარჩებიო ერთი წუთით რო არ შეეპლა წამოხტა ატეხა კივილი იქ მეორედე ესხა მთელი უფროსობა დაესხა აქედან ჩვენ წამოხდით ვინმე რამეში არ შეგეშალოთ თქვენ დატოს ვაი თქვენ გახსოვს ეს კივილი ვიცავდა 2 წუთით თუ 5 წუთით მოაცილეთ დათოს თვალი ამას მოიხიდე სადაა დათო და მამის თევიკინე ეგრევე თევიღუპეთ ხო ვიცი რომ მიუვარდნენ და არაფერს ხო და არ დაუშვიდობები ვართ გამგებელს და საკრებულოს და გამოვადით და ქლოში დევიკეთით და იქ სოფლელები სად არიან მიუვარდნენ არაფერს ბიჭო ვიცი აქ საშიშია უკვე ასე არ შეიძლება თლად კერძო საკუთრებაა ბოლო და გავარდით უკვე იქ დათო და მამისა წასულა ალა მისვალებული აღა უნდა უხსნა ამას და მამისას კიდო მაიკერა სახლების ვიტაცებს მედული და სამიცინე და თურმე უშველებელი ბეღლები მე ამხელა ბეღლები არც მინახია დაუტეხი ამათვის დათოს და მაგას და უძახის იქ ხარ მოდი წეიღეთ მართვალი მე მივარდი არა თქვა ვეუბნები არ გაბრიყვდეთ თქვა ბებიალე ილიკო და ილარიონში როა თუძი დააბრუნეთო ფაგიზე არ დაბრუნდე არ დაბრიყე არ და ზუსტად ეს სიტუაცია მოვიდა არა მე აღარ მახსოვს თარჯიმანით ველაპარაკებოდითო თუ აღარ მახსოვს ხო და ესეო რა კაროჩეო რა დაგინდა თუ ახლა პოლიციას დაუძახ ხო დაგიჭირა უყოლა მე ვთხარი წყულა გადაიხი წყულა დახარჯავ ჩვენ ახლა გიჟი საბუთები გვაქვს იმას თლად ისეთი საბუთი აქვს მე ვთხარი ნუ მაგას დიდი 1-3 დღე გააჩეროს ფსიქიატრიაში და გამოუშვებენ და დაგინდა თუ 700 ჰექტარი უნდა დაგვიბრუნოთ ხო ასე დაგვიბრუნო ფული მაგ გადახდილიო ხო და მოკლედ რა გადაგიხდით ჩვენ უთხარი ჩვენ აზრად გვაქვს რომ საქართველოს ოცნების დროს ვიყვიროთ ვიცილოთ რომ აიძულოთ როგორც შეიტყაპონეთ ფული ისე გადაუხადეთ და 700 ჰექტარი გაანაწილდეთ თქვენი რასაც ილია წმინდასა და ამაშორი დიდი ვარი არაფერს მაშინ არ უთხრია და წამოვედით და ამის შემდეგ მოხდა ბევრი და იქ შიგნიდანა ზურშიდანა ჩაგვატყეს აქაც რა ვიცი რა ვერ შეიკრიბა ხალხი ვერ წამოვიდნენ და ეს სიტუაცია ასე და იმის მერე მე 1-2 დათო ნახე მე არა და რომ მოვდიოდით ბირჟიდან ფეთქავს უთხარი შვილებს ფიცავარ მართლა უთხარი რომ არ შეიძლება დათო გული გაგისკდება ბიჭო მე უკვე მითხრა დარეკილი ინფარქტიო და მე რომ გევიგერო არ ვიცი რა რომ იქ მართლა დამწყდა გული მართლა არ შეიძლება რა აი ზუსტად დათოსნაირ ხალხზე უნდა იდგეს არ არსებობს არავითარი პოლიტიკური ძალების გაერთი ეს სუტყუილია ერთადერთი რამა ჩვენ შეიძლება გადაგვარჩინოს ასეთი აი სული დაგულით ვაშკაცი ხალხი შეიკრიბოს ერთად და მე ერთი ლექსი მინდა რომ თქვა ჩემი დაწერი არა ლადოასათიანისა მაგრამ პირდაპირ მინდა რომ დათოზე თქვა რა რომ ძალიან ერგება ეს ლექსი და მე ესეთი ყველა საუბარი ლექსია და ამით უკვე ამით ეს ლადოასათიანის კწანისის ყაჩოებია ახლა არ იყო კწანისის ომი მაგრამ ესეთი დოლაში ჰეი თქვენ არა გველებო გაუმაძღარნო ომით თქვენ საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომი სავჩოხიანო ვაშკაცო ჭრილობა ხო არ გაგეხსნა ეს სისხლი არის თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლი სავჩოხიანო ვაჟებო ეგრე რამ გაგახალისა შღრიალი ხო არ მოგესმათ ოჯა ჯურღაის ფარისა სიმღერა ხო არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა იქნებ მე თვალი მატყუებს ზეცა მაბრმავებს კრიალა მაშინ თქვენ თვითონ აღდეგი და მარქვით ომახიანად თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი არა მეც ბებირი წანისი რა ძალამა ამთვიან ფიზიკის ამაყოშვილო გაუმაძღარო ომითა მე შენ საფლავთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომენტ და მე ხმარე პატარა
ხვიარი ყოფილიყო შემოდავით ის მიწა კახული მიწა რომელიც გულისთვის შენ ასე უანგაროთ და თავგანწირული იბრძოდი დანარჩენს შენ სახში დავიძებით და ერთ-ორ სიტყვას კიდევ გეტყვით ეს რა ცოტა ხომ და ცოდნოდა ხავს ვინ იყო ეს პიროვნება და როგორი სანთელივი დაიწვა რა კაროჩე სამშობლოს სიყვარულში ეს პიროვნება დღეს ჩვენ სასაფლაოდან მოვედით ხო იქ ორი სიტყვა თქვით მოვიგონეთ დავით აქაც ვთქვით სუფრაზე რომ იქნებოდი თქვენ ოჯახში აუცილებლად კიდევ მოვიგონეთ ერთი ვალდებული ვარ ასე დროს მაგრამ მეორე ზედი ორმაგი ვალდებული ვარ დათოყანდაშვილი უნდა მოვიტანოთ ყველანაირად ედამინდა რომ გითხრათ აი დავითზე როდესაც საბერძოლოს ვიძახი ერთი საბერძოლო გამახსენდა ბავშვები ვიყავით ბათუმიდან სამი თანაკლასელი გავიქეცით საგავიქეცით კაცო ახლა რუსეთში უნდა წავიდეთ რო გავატაროთ რა მეცხრე კლასელები ვარ და შემოგვაღამდა შახტაში როსტოვთან და დავჭით რაღაცა ბინაში და იქ ხაზე იკარავე მოვიდა ბიჭი იყო ჩვენ ერთი 15 ის მოვიდა ძალიან პირველად ნახე გია მე ასეთი მოვისმინი ასეთი საბერძოლო მაშინ რუსეთში მაგრა დაგჭა გულში ერთი 10 წელი ჩვენზე უხდე კაი პიროვნება რუსი კაი იმან თქვა ასეთი საბერძოლო მე მინდა თქვა დავლიო უცნობი სასაფლაოების მესაფლავეების საბერძოლო რა როგორა ხდებოდა ძალიან ხშირად რომ ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთიდანო გარგოდნენ ვინ გაიქცეოდა ახლა იშვიათად ალბათ სამხედროები რომელსაც არ მოეწოდათ თავისი სამსახური თუ რაღაცა მაგრამ უფრო ხშირად ალბათ პატიმრები გამგონდა ხო სწორი ვარ წინ 100-ობით 1000-ობით კილომეტრი ტუნდრა და ტაიგა იყო შესანიშნავად იცოდნენ რომ ბევრი ვერ გავიდოდა ცოცხალი მაგრამ იმდენად დიდი იყო სურვილი თავისუფლებისა რომ მაინც მიდიოდნენ და ბევრი ხომტებოდა და ჩებოდნენ ბილიკებზე აი ტყის დანაკაფებზე და აი რა ვიცი მივარდებოდნენ ძაღლები ტურები და ჯიჯგნები ამ დროს ჩამოვილი და ვიღაცა გლეხი უბრალოდ საერთოდ მაგ ცხოვრებაში რო არის ხედავდა რომ ვიღაცა პიროვნებას აგდია რა ვიცი პალასატი იმაში შავში რობაში და მას ჯიჯგნიან ყრიდა იმათ იქ არ ვიცი ქვით ჯოხით შემდეგ რითაც შეეძლო უთხრიდა მათ საფლავს ასაფლავებდა და თუ ქრისტიანი იყო ჯოხსვამ და ქრისტეს ჯვარს მან იცოდა რომ მაგისთვის მადლობას მაგას არავინ არ ეთყოდა პირიქით შეიძლება კიდევაც დაესაჯა რატო არ იქ არ აცნობე სადაც ჯერ არის მაგრამ ის თავის ადამიანურ მოვალეობას ღმერთისა და ადამიანების წინაშე ეს აკეთებდა და მაშინ იმ ბიჭმა თქვა რომ მოდიო იმ ხალხს გაუმარჯოსო უცნობის სასაფლავების მესაფლავებსო რომლებიც აკეთებენო სიკეთეს გარა იმისთვისო რომ ამისთვის რაიმე სამაგერო მიიღო და უბრალოდ ეს მათი ცხოვრებაა ეს მათი შინაგანი კოდექსია ეს არის მათი ცხოვრების არსი და ზუსტად მე აქ ამაზე საუბარი რატო შემიძლია ზუსტად იმ კაცის მოსაგონას ვთქვათ რომელიც ზუსტად ეს ყველა ეჩხუბებოდა დაჟე სოფელშიც ეჩხუბებოდნენ მაგრამ დაგვანებთ თავი თქვენ არ ეჩხუბებოდით მაგრამ დაღლილი იყავით თქვენს კარგად გამიგეთ რაზე მაინც ჩხუბობდა მე რო კაცს დამშვიდებას დაუწყებ მე თვითონ გიჟივით ვარ გაი დადო არ შეიძლება ამდე რომ მოდიოდით ბეჟადა ასეთი ხალხის სადღეძელო თქვა ამას მარტო ვიღაცა რუსმა თქვა კი არა კარგად გამიგეთ აუ ჩვენ ქრისტიანები და ჩვენ ვაიმე ჩემი მამაო და ჩვენმა მამაო და ჩვენი ბიჭო სახარება გაშალო ბარეულმა და წაიკითხო სახარება მთაზე მეებზე თავია პირდაპირ წერია მოწყალებისათვის ნახეთ რა სიძახის ღმერთი თვითონ ღმერთი ქრისტე ეუბნება მთაზე ხალხს ხადაგებს ერიდეთ მეებზე თავი ერიდეთ სიკეთის კეთებას ადამიანების თვალწინ მათ დასანახად თორე ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციური მამისაგან
ხოდა როცა მოწყალებას გასცემო, თუ სიკეთეს აკეთებო, ნუ გაახმაურებ შენს წინაშე, როგორც ამას წარმართები აკეთებენ სინაგოგებში და ქუჩებში, რათა ხალხმა აქოს ისინი ჭეშმარიტად გეუბნები, თქვენ მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაურია. შენ კი როცა მოწყალებას გასცემ, შენ მარცხენას ნუ ეცოდინება რას აკეთებ შენი მარჯვენაო, რასაც შენი მოწყალება დახურულში დარჩესო და მამა შენი რომელიც დახურულში ხედავს მოგიზღავს შენ ცხადათო. აი მე ასეთი ხალხის ძალიან ნაკლებობას ვგზნო ერთეულები. თუ ვინმეს ვისწრებდი აგზია. მე იქ ვთქვი რომ რამაზიზე ცალკე ვისაუბრები და მე მოყვები რამაზის სიტუაცია რამდენი პარალელია დავით ანდაშიძისა და რამაზი ჯიქიას შორის მიხვდები. ასე რომ გაუმარჯოს ყველა იმ გულიდან მოვიგონოთ სული და ცოცხლად ვაგრძელებ და მასთან ერთად ყველა იმას ვაგრძელებ. ყველა აი ჩვენ გულებში მართლა არიან სიაფანდად კი არა და ვით უმეტეს ღმერთმაქნასო ცოცხლებიც იყვნენ ასეთები ბევრი რომლებიც სიკეთეს ადამიანის საფრთხოს საშვილიშვილოს აკეთებენ იმისთვის კი არა თუნდაც ღიათა შეფარულად რაღაცის გამო ბევრია ისე ლამაზად ასრულებს ისე ლამაზად თამაშობს ამ ეროვნულობას უანგარობას გულწრფელობას არა და სინამდვილეში აი კიდევ ერთ რამეს ბოდიში ისევ მაცხოვრის სიტყვები მინდა რომ გავიხსენ არიან ესეთი შემოპარული ხალხი ეს უკვე მეჩვენე თავია თუ წინასწარმეტყველებიო ხედაყოფით იცნობენ ერიდეთოც აი ბევრია ასე რაკაც იქ ყველგან იქნებიან ერიდეთ თუ წინასწარმეტყველებს რომლებიც ხრის ქურქით მოდიან თქვენთან სამოსიტო შინაგანად კი აცებელი მგლები არიან მათი ნაყოფი იცნობ თქვენო განა ეკალზე უძენს კრეფენა ყუროს თვალზე ლექსო არ შეიძლება კარხემ ცუდი ნაყოფი გამოიღოს და არ ცუდმა ხემ შეიძლება კარგი ნაყოფი გამოიღოს კარგი ხეო ყოველთვის კარგ ნაყოფს იღებსო ცუდი ხეო კი ყოველთვის ცუდსო ყოველი ხე რომელიც ხეს რომელიც კარგ ნაყოფს არ იღებსო მას ჭრიან და ცეცხლში აგდებენ ასე მათი ნაყოფით იცნობ მათო ხოსორე საქმე მას შემმა წარმოგაჩინა შენოთარა ეს იპონტაო სამსახურები ვილები და ამოვედოს ვა ჩვენ სამშობლო გვიყვარს ეს ყველაფერი ზღაბარი გამიგზელდა განაცვალე მაგრამ აი მამაში ნაკლებია ვაფშე არაფერი არა დიდად ფული უნდა იცოდეს ხალხი ასეთი ხალხი უნდა იყოს ასეთი ხალხი თუ არის და ჩვენ არაფერი გადარჩენი შანსი არ აქვს თუ ასეთმა ხალხმა ერთმანეთ მაგაზე კიდევ ერთი შანსი არ გადარჩენს რა აიხარე კარგად და ლოცავიღოს იმ კაცის სულის მე ახლა ქუთაისელი კაცი ვარ და მინდა ქუთაისელი პოეტის pseudonimით სიმონიკა ბერეჟიანის ლექსი დავიწყო ეს აღერძელო თუმცა გვარად ის იყო თაყაიშვილი ასაკ ასეთი ლექსი ნათქვამი ვარ საქართველოს გულდამწვარი მამულიშვილი ქვეყნის წყინოვალე მომავალი სურს გავიხარო თუ საქართველო არ იქნება თავისუფალი დემტრალ სეულით ამენახოს თემის სამყარო მაგარი ანუ მთავარი არის ეს შენი ქვეყანა და შენი სამშობლო და ახლა მე მოვიტან მუხრემაჭოვარიან სიტყვებს მას აქვს უბრალოდ იყო გაშლილი ზვერგამსახურდია უკვე გადაცული იყო და რო წავიდა საქართველოს სადღეგრძელო თქვა შემდეგი სიტყვებით მე ასეთი საქართველოს სადღეგრძელოს ავსვამ მე ვსვამ ისეთი საქართველოს სადღეგრძელოს რისითაც ზვერგამსახურდია და მე როგორც და მე მინდა დავლიო დღეს ისეთი კაცი საქართველოს რისთვისაც ამ შემთხვევაში ბატონი დავითი იბრძოდა და რისთვისაც ფაქტიურად მან გადადო საკუთარი თავის და როგორც მე ვიცი მე თვითონ ამ პიროვნებას არ ვიცოდი მაგრამ საკმაოდ ბევრი ვიცი უკვე და მადლობელია დღეს ბატონის თავлаში რომ მოხდი იმ ოჯახში რომელიც იყო სამაგალითო მთელი რეგიონისთვის რომელიც მართლაც ყოველგვარი საკუთარი ინტერესების გარეშე აკეთებდა იმას რაც უნდა გაეკეთებია დანარჩენს მაგრამ ის ერთი კაცი იყო მაგალითს ვიცი ღმერთმა სიკეთე მიცეს და მე დარწმუნებული ვარ ასეთი უსახელო გმირების ხარჯი არის დღემდე ქვეყანა მოსული და დარწმუნებულია რომ საქართველოში ქართველი გლეხი იქნება ისე მიუხედავად იმისა რომ საქართველოს დღეს ქართველზე და მით უმეტეს ქართულ სოფელზე აქვს აქცენტი ვიტამინო დააცარიელოს გაასქვისოს და ქართული გენი ამოძირყოს და არ ეგრისებია რაღაც იმიტომ რომ ჩვენ ასეთები გვყავდა და ასეთები გვყავს როგორც იყო ბატონი დავითი და დარწმუნებულია რომ ასე არის ეს და თუ ავინმე
ეს ამბები არ ჯერა ვისაც ურწმუნო იგი მით უმეტეს თუ ქართველი კაცი ასეთი ცხენის ძუით არის ათრევი ასე არის და ნუ ეღისება მას ქართლის მიწაოდა დარწმუნებული ვარ ასეთები როგორიც ის არის იქნება მაგალითი ვიცემი ყველას და დღეს ჩვენ შემთხვევით არა ვარ და ჩვენ აქ შემოვედით პირველი რომ პატივი მიიღოთ მისაფლავს და კიდევ ერთხელ შევახსენოთ როგორც ხვევებს ისევ ახლა ჩვენს აუდიტორიას რომ ასეთი ხალხი ჩვენ გვერდში ცხოვრობდა და იქნებიან კიდეც დარწმუნებული ვარ ამაში მართლა განათლოს ამ კაცის უნდა აი უკვე აწლეულებია ჩვენი სამშობლო საქართველოს რაღაც მაფიოზული კლანების ბრძოლის ასპარეზად აქცევენ. ებრძვიან არიან ერთ ამბავში და ამ ბრძოლის ერთადერთი მიზანი ყველამ ვიცით. მათი უზომო პოლიტიკური და მატერიალური კეთილდღეობის უზომო წყურვილია. თორემ რაც შეეხება ქართულ სახელმწიფოს და ქართველებს ამათმა ბრძოლა მოუტანეს ის შედეგი რომ ქვეყანას სრული სახელმწიფო გრევის უსკულის პირასა მიყვანდა ქართულმა ხალხმა ერმა მართლა ფიზიკური და ზნეობრივი გადაგვარების ყველა დასაშვებ თუ დაუშვებელ ზღვას გადაასწრა. მე ადრეს მithქვი ახლაც ამავე დროს მე ბოდიში მინდა ამ მაფიოზო კლანებს მოვუხატო. იმიტომ მათში ნამდვილად არიან ამაყი მედგარი ადამიანები ამ კლანებში დონისა და კლანის მიერ უღალატობის ფიცით შეტყუა და ამ პოლიტიკური ძალების ლიდერებმა გინესის წიგნში მოახდინეს ჩემი აზრით შესვლა. ყველა ციხს აჯობეს ტოტიდან ტოტზე ხტომაში. რა ადგილად იცვლიან პოზიციებს, რაღაც ამას მართლა ნიჭი უნდა, სერიოზული ნიჭი უნდა, მე რომ უფიქრები პრინციპში რა. მოდი ახლა როდესაც საქართველოს საუბრობ, მოდი რა აი მოდი ხელისუფლება, რაღაც ოპოზიცია, მე პოლიტიკური სპექტრი და თვითონ ხალხი, მოდი საცაგე არ ვიცი რაღაცა ისე იგი იმდენი უაზრობები ხელისუფლება. და ბიჭო 24 საათი მესმის გაჩერდი ბატონო მურია ისა რა ქვია 24 საათი მესმის რომ ჩვენ დიქტატორისკენ მივდივართ. ბიჭო ვერ გავიგე რა დიქტატურისკენ მივდივართ კაცო გაგანია დესპოტიზმი შეუზღუდავი დესპოტი რაღა დროის დიქტატურისკენ სიარულია დიქტატურები ქონია ქვეყანას მაგრამ ქვეყანა აყვავებულა იცით არა ბოდიში კალბატონო თქვენ ისეთ კარაფის არ მეთქვი მაგრამ იმედი მხიარო რომაში როა მივდი ვაიმე აკოცა კინაღამ აკოცაო რაღა დროის კონსტრაზია დეიღალა ხალი აბორტების კეთებით რაღა დროის გაანადგურეს ყველაფერი და თურმე დიქტატურისკენ მივდივარ ეს ქართული სახელმწიფოს ქართული გენის განადგურებას პროცესი უკვე აწლეულებია მიმდინარეობს მაგრამ ამ ბოლო დროს რატომღაც მაგრამ ადრე თუ ოდნავ შეფარული იყო შელამაზებული შენიღბული ხო და დროში გაწელილად მიმდინარეობდა ახლა ეს ყველაფერი გახდა ძალიან ღია აშკარა არავინ საერთოდ უკვე არც კი ჭირდებათ რამეთი შეალამაზოს თები და სარზე თავგედური ფორმები და ელვისებური სისტემის მიდის ყველაფერი. ახლა შეხედეთ ოპოზიცია პოლიტიკური სპექტრი. ნუ ახლა არ დაიღალა ხალხი ამდენი სპექტაკლების მხრებით კაცო. ყველა ყოფილვართ არმა სხვადასხვა სპექტაკლებში, ხო? ახლა კარგად მინდა გამიგოთ სპექტაკლში შეიძლება მართლა ისეთი იყოს სცენარი დაწერილი, ისეთი კარგად თამაშო როვესტრების სპექტაკლს, ხო? ისე კარგად თამაშობდნენ მსახიობები თავის როლებს რომ შეიძლება მართლა რომ ვიფიქროთ რომ თითქოს ეს ნამდვილად რაც ხდება სცენაზე შეიძლება ეს ვიფიქროთ რომ ნამდვილი რეალობა ის კი არა თუ ცოტა რომანტიკური ბუნებისაა პიროვნება ისიც შეიძლება იფიქროს რომ ჩვენც მონაწილეობთ თითქოს ამ პროცესში მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს იმ დროს სანამ სპექტაკლი მიმდინარეობს მაგრამ სპექტაკლი რო დამთავრდება ჭაღები ეინთება ფარდა დაეშვება უნდა დაუბრუნდეთ კაცო რეალობას კაცო ხო არ უნდა ვიფიქროთ ბოლომდე რომ ჩვენ ვარ ესე იგი მონტეკოები და კაბულეტები და იქ რომეოები და ჯულიეტები არის ესე ხდება ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ ეს არის ვიღაცის სცენარი დაწერილი ესენი რომ თამაშობენ ამ როლს მაგაში ამათ ფულს უხდიან ერთი ბუღალტერი ყავს ერთსა და იმავე შემნახულ სალაროში შეიძლება იღებდნენ თანხას ერთადერთი თეორიაში შეიძლება რომ საკნები და ეს მოლარეები იშლებოდეს. დანარჩენი ერთში არიან.
ესე იგი და რაც შეეხება პოლიტიკურ სპექტრს თუდა ბიჭო ადრე მithქვია მე სხვადასხვა ლაივში ჯალალედინის იმ ჯალათებს შორის რომელთა מחვილებს 1227 წელს 100,000 თბილისელის სიცოცხლე შეეტირა უფრო შეიძლებოდა გვენახა აი გულმოწყალე კეთილი სატნო ადამიანი ვიდრე დღემანდელ პოლიტიკურ სპექტრში მის ელიტაში შეიძლება ინახოს სამშობლოს უანგაროს სიყვარულით გულანთებული ქართველი ღირსეული მამულიშვილი გამორიცხულია ეს ყველაფერი ხდებით რასაც ვიტახი და ეს ყველაფერი არ თავდება ეს ყველაფერი გრძელდება ოპოზიცია იცით როგორ სასაცილოა სატირალი რო არ იყოს აი ხვალო მიიღოს ქალბატონო ხელისუფლება კანონი რომ ჩვენ ყველანაირად ყველა გავყიდონ მოდება პირდაპირ ტექსტით ოპოზიცია გამოვა დააფიქსირებს დარწმუნებულია თავის მედგარ პროტესტს მაგრამ იმას კი არ პროტესტებს ოპოზიცია ჩვენ მონა გავყიდონ თუ არა რას ლაპარაკობ კაცო ეს რადიკალიზმია ეს როგორ შეიძლება ეს ტერორისტები ვიქნები არა უბრალოდ ჩვენი ტრანსპორტირების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იქნება საუბარი ესე იგი რო გავგდენიან მათრახისცემით გასაყიდად რკინის თასმებით კი არ ვიყავ ჯაჭვების გადამული ტყავის დილი თასმებით ვიყავ რაღაცა და ებას თუ მიაღწიეს ეს დემოკრატიის უდიდეს მიღწევად ჩაითვლება უშველებენ გრანტებს მიიღებენ და არაერთ რესტორანს დახურავენ ტაშმანდურით ესეთი სიტუაცია და რადგანაც ეს კიდევ აი რამ შეიძლება რომ გვიშველოს აი ზუსტად ერთადერთი მე არ ვიცი სხვა არაფერი მე მაგალითად სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ ერთადერთი სიტუაცია აი ახლა ისევე რუსეთულობას ნუ მეტყვი და ტოლსტოი მე პანაცი არ არსებობს მაგრამ თუ ვინმეს აზმა ჩემზე იმოქმედა ყველაზე მეტად ეს ის სიტყვებია რომლითაც გენიალური რუსი კლასიკოსი ლევ ტოლსტოი თავის უკტაფნებას ომსა და მშვიდობას იწყებს ეს რა უბედურებაა ეს გარეწარი ხალხი რა ადვილად ერთიანდებაო რა გვეშველებაო შეწუხებულია გენიოსი და პასუხიც გენიალურია მოდი ყველა პატიოსანი ხალხი გავერთიანდეთო ეს აუბრალოა უხარია მას მისივე სიტყვებია ყველა აზრი რომელსაც დიდი შედეგი მოძებს ყოველთვის საოცრად მარტივია ამიტომაც ჩვენ ერთადერთი რა შანსი გვაქვს რომ რამენერად გავიხსენოთ ვისი შთამომავლები ვართ დავით აღმაშენებას უკტავი დავით აღმაშენების სიტყვები ვაშკაც რომ ძალიან გაუჭირდება არავით არ გზა აღარ დარჩენილა გარდა ბრძოლისაო წმინდა ილია მართლის სიტყვები ილია წმინდაში ვართ ახლა მით უმეტეს უნდა გავიხსენოთ ქართლის ხალხის ერთობა სტიქიონია ასტიქიონება გამარჯვებაო ამიტომაც მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ პატიოსანი ხალხი გავერთიანდეთ ვიბრძოლოთ ავსტიქიონდეთ ვიბრძოლოთ და გავიმარჯვებთ და თუ ეს ასე მოხდა მიუხედავად ყველაფრისა მე მაინც ვჯერა რომ ყველა ჭეშმარიტი ქართველის ბუნებაში დღესაც განუხრელად ბატონობს გენიალური შოთას ურტევის სიტყვები სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილის სახელოვანიო მე მაინც ვჯერა რომ ყველა ჭეშმარიტი ქართველის სულში დღესაც ლაღაჯღეს ფილმ ბაშიაჩუკში აღღერებული სიმღერის თაებრივი ჰანგები ამას გახთხო მამულო ცრემლით გადანამულო შენთვის სიკვდილი მაგერსაო მე მაინც ვჯერა რომ ყველა ცნობიერად უკვე ცნობიერად ყველა ჭეშმარიტის ქართველის გულში დღესაც მარდარის ჩაბეჭდილი ჩვენი საყვარელი პოეტის გრიგოლ აბაშიძის მდებარე სიტყვები სიცოცხლეს ვაშა მაგრამ სიკვდილის ქართლისთვის როგორ გამიჭირდება ვის დღეს დავეცეს მარადის დილით სამშობლო იყოს თქვენი ძილებაო და თუ ეს მოხდა მაშინ მუხა მუმს შემოიბერტყავს მუხუმს ლაშარის გორჟე შადგომა ეგირსება კიდევაც დაიზრდებიან ალგეს ლეკვები ბლისად ყვალყორდების მუმბულს გაშლის გაფანტულს ვნახავთ გაშლილ გაფანტულს ვნახავთ ველზე ხოლო სვეტის ხოლის დიწადარში დასვენებული ქართული გული ყველაც აენთება გაცხოველდება დასწვავს დადუგავს ჩვენს ყველა მტერსა და მოწყულებს ორგულს ხოლო ქართველებს მანათობელი შუქურ ვარსკვლავებით გზას გაუნათებს და წინ გაუძღვება ნათელი ბედნიერი ღირსეული მომავლისაგან ღმერთმა დალოცოს
ჩვენი სამშობლო საქართველო ბოდიში გავლობთ ნამდვილად დიდებული საქართველოს ჩვენი სამშობლო, სადაც დაიბადეთ, გავიზარდეთ, ვისწავლეთ ეს სამშობლოს სიყვარული და ეს ერთმანეთის პატივისცემა, ეს ჩვენი სამშობლოს დამსახურებაა, რომელმაც გვასწავლა და შეგვაყვარა ერთი მეუღლის პატივისცემა. დიდება იყოს ჩვენი სამშობლოს. დაულოცოთ ჩვენი სამშობლო. და ასე ვიტყოდი რომ ნებისმიერი ჩვენგანი ყოფილიყო ღირსი ამ სადღეგრძელოს თვის თავისი ცხოვრებიდან მომდინარე. თქმია სადღეგრძელოში კაცი ბევრი მაგარია, მაგრამ რეალურად რაოდენ მიქცევით ისე როგორც ვამბობთ, ეს კი ცალკე თემაა. შეუძლებოდეს და ჩვენი სიტყვა და საქმე ერთმანეთთან მაქსიმალურად მიახლოვებული იყოს. მიწეს მაგრამ მაინც ასე ვიტყვი ბატონო შალვამ, აგერ თქვა ქართული გემთან დაკავშირებით, რომ ერის მიხვდა იმას, თუკი ქართული გენი ფიზიკურად არ განადგურდა, მისი მოთოკვა და ლაგამის ამოდება ესა შეუძლებელი. და შორს რო წავიდეთ ის 70-იანი წლები რო გავიხსენოთ, რაც დიდი საბჭოთა იმპერია იყო ფაქტიურად საქართველოს ფაქტში ასე ვთქვათ. ზევიდან მიუხედავად იმ უზარმაზარი წნეხისა, როგორც კი ცოტათი მაინც იგრძნო თავისუფლების სიო ქართველმა კაცმა და ზვიად გამსახურდიან და მერაბკოსოვამ შეძლო იმ უკვდავების ფესვის მიგნება იმ ქართულ გენში და იმ სიმზე ხელის ამორტყმება საკმარის იყო 1-2 წელიწადი, რო ის ნარწთობი წლების განმავლობაში, აწლეულობის განმავლობაში ნარწთობით საბჭოთა პატრიოტიზმი რაღაც 2 წელიწადში ეროვნულ პატრიოტიზმად ექცია. ეს იყო უპირველეს ყოვლისა ისევ იმ გენის დამსახურება. რაც საუკუნეების განმავლობაში ქართულ კაცში ყალიბდება და დარწმუნებული იყავით, რომ რაც არ უნდა რომ გავიდეს, თუ კი ეს გენი გადარჩა და ფეხზე დადგა, გამორიცხულია იმან საკუთარი საქმედი არ თქოს. და საუბედუროდ ეს კარგად იზი შეიძლება წერტაც. და ამიტომაა მაქსიმალურად ბრძოლა, რომ საქართველოში ქართველი კაცი უნდა იყოს უმცირესობა და საქართველოში ხვალ და ზეგ ქართველ კაცს და განსაკუთრებით ქართველ ახალგაზრდას მომავალი საქართველოში საკუთარი თავი ვერ უნდა დაინახოს და საკუთარი ნებით უნდა ატოს აქაურობა და ეს ყველაფერი გეგმაზობრივად ხორციელდება და შემთხვევით არა. ხოლო მე ძალიან დიდ პატივს პოეტს როგორც პოეტს, თუმცა თავის დროზე რატომღაც შევანაძის ნავში ამჯობინა ჩაჯდომა, მურმალებანი იქცეს, მაგრამ მინდა ერთი მისი ლექსი თქვა. სადაც მან კარგად გამოსახა ქართველი კაცის ბუნება. ხმამ სუყემდა ჯანიერმა მატარებელი შეჰყარა. ქართველები რა ხალხიც ვართ, იცი ზამა ქვეყანამ, 2 კაცი სუფრა შეიქვ, 3 კაცი ხეი, 4 კაცი არიფიოს, 5 კაცი პარტიას, 6 კაცი მანიფესტს წერთ, 7 კაცი პარტიას. ჩვენო 100 კაცი ვიყოთ, ჩვენო ერთი პირი ხოდეს არ გვესალოს საკიდიკოთ, თან ბილიკიც ბილიკოვდეს მაშინ, რა და მაშინ, და ეუგიჟია. მოეშორეთ აიბაში. ჩვენია თუ ალიფაშიც, ჩვენ თავს ველაბარაგი, ჩვენთვის ყოველი ბიზია. აი ესა. ქართველი კაცი თუ კი გამონახავს, როგორც თქვა, აი, მართალი ქართველი კაცი. საქართველოს მოყვარული ქართველი კაცი, საერთო ენას და შეიკრება ერთგუნდად, მაშინ ქართველი გენი ითქვის თავის თქმაზე არწმუნებული ვარ, ეს ასე იქნება და საქართველოს გადაშენება არ უწევია და ეს განსაკუთრებულება ქართველი გენის თავის ნაწარმოებში აკაკი წერეთელსა კარგად გადმოცემული ბაშიათებში. ბევრ შეიძლება ყურადღება არ თქონდეს მიქცეული, ჩემ დროს აი საბჭოთა პერიოდში, როცა ისწავლეოდა ბაშიათჩუკი, იყო ასეთი სიტყვა, რომ როცა იკრიბებიან უკვე დაპირებენ აჯანყებას, რომ 2000 ქართველი წეწერა მასხრობა საქმე არ გეგონოთ. და შეგნებულად მაშინ ამოიღეს ცენზორებმა სიტყვა ქართველი ეწერა 2000 ვაშკაცი. არა და აკაკის ქართველს ჰქონდა აქცენტი ეკეთებული. და ამას მიხვდათ ეს ქართველი ამოეგდო, ჩასვა სიტყვა ვაშკაცი, თქოს ახლა თქვენ თუ ყავდა 2000 ვაშკაცი, იქით 60000 ვაშკაცი არ იქნებოდა. არა, აქ ქართველია მთავარი. ქართული გენია მთავარი და ჩვენ დარწმუნებული ვართ იმას მივახცევთ, რომ დადგება სულ მალე დრო ქართველიერი თავის სიტყვას იტყვის. ეს დრო შევს არა და ჩვენ თუ ესე მოახერხეს, ხვალინდელი და საქართველოს შეიძლება ასწორდეს. თორე რეალობა სახეზია ეს. სოფელი იცლება, საკუთარი ნებით ქართველი კაცი ფულს იხდეს იმაში, რომ აქაურობა დატოვოს, ბევრი ამბობს რომ და უთქვამს კიდეც, ჩემს საახლობლოში რომ
უარეს დღეში ყოფილა. ყოფილა შემთხვევები 1000-ნაირი პრობლემები იყო, მაგრამ არასოდეს ქართველი კაცი საკუთარი ნებით, საკუთარ ტერიტორიას არ ტოვებდა. ესაა ფაქტი. ესაა რეალობა. და მე ხანდახან მიყვარს ასეთი ამის თქმა, ერთი ამერიკელი პროფესორი იყო საქართველოში შემოსული, რომელმაც გააკეთა გამოსვლა უნივერსიტეტში და შემდეგი სიტყვები თქვა ამერიკელმა პროფესორმა. წარმოიდგინეთო სტუდენტებს ეუბნება. რა იგნებოდაო? საქართველო თავის დროზე თერგდალეულები რომ საქართველოში არ დაბრუნებულიყო. და ქართველი ახალგაზრდებო დღეს დღევანდელი თერგი არისო ატლანტის ოკეანეო. და ვინც იქ აპირებთ განათლების მიღებას, თქვენ თუ უკან არ დაბრუნდით ეს განათლება საქართველოში არ ჩამოიტანეთ, რა აზრია ყველაფერს ამას. ამას ხვდება ამერიკელი კაცი. ის კაცი დღეს ოცხალი არ არის, მეთვალ განათლებას მისურვ. და ჩვენ რატო ვერ ხვდებით იმას? ქართველები, ჩვენი მთავრობა, ახალგაზრდები რომ თუ კი ისოდა და განათლება, ისევ აქ არ ჩამოიტანეთ, ღმერთმა ყველა სიკეთე მიცეს. ჩვენ ხო ხვალ და ზეგ, როგორც საქართველოს, როგორც ქართველი ერი, დომინანტი ერი საქართველოში არ იქნება. ღმერთმა ქნას, თუ ასე არ მოხდეს. ღმერთმა გონას, თუ ქართველმა კაცმა იორდოს. ღმერთმა ქნას, თუ ჩვენი ეს სიარული, გულისტკივილი, აზრების გაზიარება მხოლოდ და მხოლოდ ამ დონეზე არ დარჩეს და ღვთისნებით, რა თქმა უნდა, და ქართველი ერის კეთილნებით ფარაეულად ორივეს ერთად გაერთიანებით, რომ ქართველი კაცი თავისუფლად სიტყვაზე დაწურებული არ დაიწყება. თავრობის მიზანია ეს ზუსტად. ნუ მაგი მოგვიანებით. რა თქმა უნდა. მე თვითონ გადაარჩინე ჩვენ ქვეყანა. აი, უკვე საქართველოს საბიოჯელო იქნება, მაგრამ როიქეთ არის ორი სიტყვა მინდა რა ძალიან ცუდ დღეში ვარ რა ჩავარდე რა რომ მინდები ძალიან ცუდ დღეში ვარ. ორი სიტყვით რატო ვარ კიდევ ცუდ დღეში. ჩვენ ვიცით რომ 1000-ნაირი პროგრამებს ადგენენ, 1000-ნაირი ლაივები აწერება, 1000-ნაირი ლექციები, 1000-ნაირი რაღაცა ახლა დაიწყეს ისაო რა ქვია სამართლიანი საარჩევნო გარემოზე რაღაცა საუბრობენ ეს ხალხი რა რაღაცა და რა უნდა ვერ გევიკე კაცო ერთი რამე მინდა რომ თქვა რა აი დაუფიქრეთ რა ლაივები ახლა ჩვენი მეგობარია გაქცეულია იმან რა გააკეთოს გადახვეწეს იმან თობს ხო არის იქინა და ალყობი ხალხმა 24 საათი ლაივისა და ცოტა უხერხულად მიმაჩნია იმიტომ რომ ბიჭო ყველაფერი შესანიშნავად იცის ყველაფერი აი ახლა ბავშვის ის ამოაგდო ერთი 10-12 ბავშვის ის ამოაგდო TikTok-მა მაგარი გარეგნობის ბაღანა ეკითხებიან შენო იმასო რა ქვია ავლეფო თვალსო Facebook-სო და TikTok-სო და ისე ხანდახან გადავხედავდა სახას ქვეყანაში რა ხდება თუ იციო და იცი როგორ დაწუნებუთ იძახი არა ქვეყანაში რაც ხდება ნამდვილად ვიცი მაგარი გარეგნობის ბეჭად რა ხდება მოდის რა ხდება და გვერხებავ ისე აი პირდაპირ თქვა ისე მე სიცილიო უვარდა აი როგორი უშუალო ის კი არა სიამა გვერხებ ვიღუბები რა თვიდა მე მაგის აღარ რომ ვიღუბები ამ პროგრამებს უწერენ 24 საათი ვინმე მითხრას გარშემო რომელიმე პოლიტიკური ძალა რომელიმე ორგანიზაცია რომელიმე საერთოდ პიროვნება პოლიტიკოსი თუ წერს ისე პროგრამას ხალბატონო რომელშიც ეწეროს რომ ჩვენ მომოვალთ ხელისუფლებაში ჩვენ გავანადგურებთ ქვეყანას დავანგრევთ ქვეყნის სახელმწიფოებრიობას დავამშევთ გავძარცვავთ გენოციდს მოუწყებთ ქართველებს და გადავხვეწავთ ქვეყნიდან ყველა არა კაცო ყველა წერს ჩვენ მოვალთ ედემის ბაღივით ავაღორჯინებთ ფანტასტიკურ საარსებო პირობებს შეუქმნით. ყველა გვატყუებს ზედაწვალე და რა თქმინდა მე ეს რა საარჩევნო გარემო. დღეს რო ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები ჩაატაროს უშუალებელი პროცენტით მოიგებს. რატო იცით? ყველა ამას აკეთებს. ეკლესია ისე რომ სულაჭიდება, დაყალბება. აი მე ერთი მომენტი არის ყველა ეს სასაცი. გაგიგონიათ ვარშავის გეტო ხო გაგონილი. 40 წელში შეიგდა 53-ში განადგურდა. 450,000 კაცი იყო. მე ახლა შენ იმას მესენჯერში ჩავიდე მასაშესუა 450,000 კაცი. ხო და ახლა მე გაანადგურეს მთლიანად მოსპეს.
ხოდა 53-ში საერთოდ მოსმეს. იქ ორი, ნუ ამოხოცეს ებრაელებზია საუბარი. ესესელები ხო იყვნენ. ხოდა იქ წარმოიდგინეთ რა ისა რა ქვია რომ ჩატარებული ყო არჩევნები 42 წელს ამ გეტოში. შეშინებული, გაუბედურებული ხალხი და 20 ყოფილიყო თლად ბიულეტენი და 20 SS-ს მიიღო მონაწილეობა. და ეს ფრანკი იყო თლად გენერალ-გუბერნატორი იმას კიდო ბურგომისტა. თქვენი აზრით, პირველად ვინ მიიღებთ ამოც? 20-ვეს ჯერეთი დასწრება იქნებოდა 100%-იანი. ვინ გაბედავდა გაცნობას და 20-ვე ამ იმას მიიღებდნენ SS-ელები. და ბურგომისტრი გახდებოდა ფრანკი. ვინ გაბედავდა წინააღმდეგობის თვალს? დავით აღმაშენებელში ეს კაი სიტყვები ნათქვამი ლომს თუ ცალთვალას ვის შებედავს ელამიხარო. ხვდებით ასაძე მახარა ეძახის ნახევარსგა და მე იცი ყველაზე მეტად ისი მეშინია. მართლა მეშინია ამისი. რომ სიცოცხლე ხო ძალიან ტკბილია. სიცოცხლეზე დაკარგვაზე მეტად მე ადრე ვთქვი მართლა მეშინია რომ ჩვენი შთამომავლები ჩვენ საფლავებზე შეიძლება ვეღარც მოვიდეთ. ჯერეთი არ მოვიდნენ რომ ღირსად არ ჩაგთვალო. სად იყვნენ ჩვენი წინაპრები როდესაც ჩვენ ქვეყანას ასე ანადგურებდნენ და ყიდდენო. და მეორე ერთი რომ უნდათ ვერ მოვიდნენ. აღარ იყოს ჩვეულებრივად ჩვენი საფლავები და მის ადგილას ამ უცხოელებს ჰქონდეთ რაც ხარ სასტუმროები, კაზინოები და ბოდიში ბარდელები და ეს რეალური საფრთხის წინაშე ვართ. ეს სიტყვები კი არ არის, აგიტკენ მივდივართ. და ხელისუფლებას ეს არის მითიც უმთავრესი მოვალეობა რომ ქართველები არ იყოს. იმიტომ ქართველებზე მართლა ფიქრობენ დღეს ხო შეიძლება მოგთხოვონო პასუხიო მწარედ. თუ იქნება არაბი, თუ იქნება სხვა იმას რატომ უნდა მოთხოვო სამხელისუფლებას? იმას შემოიყვანა, იმათ აწყობთ ასეთი სიტუაცია და იქნებიან სულ. ეს არ უნდა დაუშვათ რამენაირად ცოტა ღმერთი შეტანათ მინდა, მაგრამ ღმერთმა რო გადმოგხედოს კეთილი თვალით, ცოტა ჩვენც ხო უნდა ვიბრძოლოთ, არა? რა ვიცი, აბა მე კი გარანტირებულად კი არ არსებობს გამარჯვება, მაგრამ თუ არ ვიბრძოლეთ, ხო არაფერი არ გამოვა პრინციპში რა. რა ვიცი. ამისავად აღოღებული თავარი პრობლემა დღეს საქართველოში არის ის რომ სოფლების არგედება. ძალიანდება ხო? დღეს ლაპარაკობთ ახლა აგერ არ ამაზია რა თქვა გას. ქუთაისი ახლა ქალაქებს შორის რა ვიღოთ? აი ქუთაისია საქართველოში დღეს ის ქალაქი რომელზეც უფრო აისახება ის პრობლემები ვიდრე სხვა ქალაქებზე. თბილისი, რუსთავი, ბათუმი რავდებიან, ძლიერდებიან. ყოველ შემთხვევაში ფაქტია ბიუჯეტსაც გოდახადო ხალხის რაოდენობასაც. ერთ-ერთი ქუთაისი რომელიც განახებდა. აი მას რო კიდეს განახებდა. აწყობ ქუთაისის. იმიტომ სუფთა ქართული რეგიონია. სუფთა ქართული რეგიონი და თუ ადრე ჩვენ ტრაბახობდით რომ აი ქუთაისიდან მიეწოდება აგერ თბილისის ქართული სისხლის საღა ქუთაისში. საღა რეგიონებში ქართული. მილიარდ პროცენტია. ესა ასე, ესა რეალობა, ესა ფაქტი. მილიარდ პროცენტია. დედა რატომ იყოს მიახლა? და ჩემ მეგობარი ყავდა ერთ მეზობელი ასაკენკაცი იყო და უყურდა თმა თბილისლები ძირითადად რაჭაში არიან ქუთაისში ნაკლებად ამ თბილისში წასულ რაჭოლებს რაჭა მიაჩნიათო 64-ე და კითხოსო დაუსვამდი რატომო თელი ცხოვრება ცხოვრობენ თბილისში და რომ მოგდებიანო მე მოასწორებენ აქეთ რაჭაში და მე უკვე ეს მედაომატე უკვე აღარა ამას უბედურება ის არის რომ დღეს უკვე იქ მაცხოვრებელი თბილისელი რაჭველი უკვე იქ ასაფლავებს თბილისში ის ვალდებულება რაც ის კუბოს პიცარი არის აღდგომა დღეს რო ჩადიოდა ეს ვალდებულება აღარ აქვს მათ უკვე ძველი საფლავები რჩება წელიწადში ერთხელაც კი უკვე აღარ ჩადის უკვე იქ ცარიელია სოფლები სოფელი სადაც სკოლა იყო საშუალო სკოლა იყო სადაც 600 ბავშვი სწავლობდა დღეს ერთია დარჩენილი მოსწავლე 5 მასწავლებელი ყავს თელ სკოლაზე 1 მოსწავლე ესა რეალობა ესა ფაქტი კატასტროფული მდგომარეობა არის და ამ დროს ეს ყველაფერი თუ სახელმწიფომ არ ინება რაც არ უნდა სხვა მოინდომოს, ხომ შანსი არა გაართოს და ჯერ სახელმწიფო, მე ეკლესია და მერია სხვა ინსტიტუტები, რომლებიც ამაში უნდა ჩაერთოს და როდის? ეს როდესღაც ხო უნდა იწყოს. თუ უკვე გვიან არ არის. არა და ფაქტია რომ ყოველი დღე ჩვენზე მოქმედებს უარყოფითად. ლაპარაკის გარდა, ლაპარაკი და ისიც ახლა კარგი და ლამაზად ქართული საუბარი ისწავლა ბევრმა, გამოდიან საუბრობენ და ვისაც წარსული თანაც აცნეულები გამოდიან უკვე და როგორ აღარგებენ კაცო ეს ასე მოტყუებას ამდენჯერ ხალხი მოაწყობენ ასე არა და მაინც ხვდებიან კაცო მე ასე არა რა გვეშველება რაღაც უნდა გვეშველოს რა
ამ ეკლესიაზეც რო არის, რა ვიცი, სუყვე ვინმე საინტერესო ხალხი იყო. თუ ვინმე იყო ეკლესიის მსახური, სერიოზული იერარქი, მე და გიამ ყველა ვნახე. თუ ვინმეზე საუბარი მიდიოდა. თანაც ის კი არ გვითქვია, ვაიმე გვაკურთხე მეუფედა, პირდაპირ ნარელაპარაკი იყო ხოლმე. დათოს სასაფლაოზე რო ვიყავით, მე მაშინ გამოვაცხადე რომ რამაზიზე უბრალოდ თქვა, ჩვენი მეგობარია თქო და თქვი რომ უკვე როდესაც ოჯახში წავათხა, ორ სიტყვას ვიტყვი რამაზის შესახებ, რატოა ეს კაცი? მე მეგობარია, მაგრამ არ მაქვს შეიძლება ცოტა თავისებური ესეთი ტიპია რა, ეს ორ სიტყვას არ იტყვის, ადრეც ასე იყო. ძმა ბესო ვაუ, ის ძალიან ახალგაზრდა მოყვა 45 წლის, ხო? აუ, რაღაცა უნიკალური პიროვნება იყო და აი ნახეთ რა ხდება. რიგებს სოფელ უნოვიაში 1200 ჰექტარი აქვს ლეხებს, წაათვეს 500 ჰექტარი. ნუ გამოვიდნენ იჭუბეს რაღაცა ცოტა იყავყავეს, მაგრამ დამწყვრდა. შემდეგ ადგილდა წაათვეს 700 ჰექტარი. უკვე გამოვიდა სოფელი გაბრაზებული. ჭუბობენ არიან ერთ ამბავში და ამ დროს, ამ ჭუბის დროს, ნუ ახლა წარმოიდგინეთ სააკაშვილის დროს პოლიცია, ესე იგი ბალახობენ, რასაც უნდა აკეთებენ და ჩამოვიდა რამოდენიმე მექანა იყო, ხო სწორია? გადმოვიდნენ ამა თქვენ, ვის რას რაღაცა, ნუ ახლა რას ლაპარაკობ? პრეტორიენთა გვარდია, მოსული ვინ უნდა შეუბრუნოს სიტყვა ამათ, ხვდები რასაც ვიძახი და ახლა წინ ხო პრეტორიენთა გვარდია და იმპერატორის პირადი დაცვის გვარდია, არუჩი და ახლა რამაზიზე რატო ვყვები, რამაზი, მისი ძმა და შეიძლება ერთი ორი არიან ლიდერები ამ სიტუაციის, ესენი მართავენ და ჭუბი ჩახეთ როგორ დაიწყო? აი როგორ დაიწყო ჭუბი ამასაც რო თავისი ისა აქვს და ერთი ვინც არის ოფიცერი ის ახლა ვაფშე ის არის ყველაფერი რა შეაგინა ერთ ვინც ძალიან აქტიური იყო რა პიროვნება. ვა შეაგინა ამან ახლა შეაგინა და დამთავრდა კაცო რაზეა ლაპარაკი პირიქით უნდა გაუხანდეს ახლა პიროვნებამ და რა ყურადღება მიაქცია და ამ დროს მიდის ვიღაცა ქალბატონი კოლხი ქალბატონი შვახნეს ხო ასე იყო ჯოხზია დაყრდნობილი და ის მეგრული ძალიან ისე ბუდიშითო თქვენ შეაგინდა თუ ამ პიროვნებას კულტურულად მე რაოდა მე ვარ ამის და როგორ უკანა ეს დრინი და დააგდო გოჭივით ეს პოლიციის ოფიცერი და მომისმინე ეს რა არის მე თულაკი ვაიმეო დეესხენ თავზე ამ ქალს წააქციეს ქალი წაგვიქციეს ხო აგეთი როდე ეჯახეთ პოლიციელებს მამაშ ვისარე იყვას უკვე და გააძრეს იარაღები დაიწყეს სოლა ფეხებში გონი ერთ მოხდა ხო კიდევ არ მოხდა მაგრამ ფეხებში ხო გეცროდნენ ხო და რაო სტროლა დაგვიწყეთო და ეგენი ზოგიერთები გავარდნენ იქვე სახლებში ხო მივხვდნენ რაზე გავარდნენ სტროლას გასწავლითო აზრი ეს იყო მოკლედ და გაახსენათო ქართველები არიან ბიჭებო არ დავხოცოთ თქვენ გენაცვალეთ ქართველები ვართ თქვენი კარგად დაზუმდეს ბარეური პოლიციები აბა ბიჭო და ჩაყარეთ მანქანებში ეს ლიდერი იმას მანდაჟი ერთ-ერთი აი ახლა მე მაგას თქლა ხო და გაიქცნენ და ვინდა ხო არა სიტყვაზე გეიქცე ხო და ჩამოვიდა ორი ეკოროსი პოლიციელი და ეგენი ხო უნდა გეიქცე მთელი სოფელი ჩატვა რომ აგენმა დამალვა მოასწრო ამათ თავის თავზე მე ვიცი ზუსტად ხო ვიყავით მე ხო და რო დეიმალო ახლა აგენი ამით ხო არ უნდა რომ დამთავრდეს უნდა ჩამოვიდნენ თბილისში რომ რამენერად დედაქალაქს გააგებიონ ეს სიტუაცია ხადაჭერა და იქ არ ვიცი ვისაც იკაროსი ქონდა ვისაც ავტობუსი ქონდა გააფრთხილეს ვინმე თუ მეცემთო ის ვასო მანქანას კი არ წაგასწრებთო დაგიჭერთო და მაინ ჩამოვიდა ერთი 30-40 კაცი იყო და იმაში თავისუფლების მოედანზე შალვა იყო სხვათა შორის ისა გავაკეთეთ აქცია იყვირეს იჭივლეს და სხვათა შორის მომეწოდა იმის შენი თანაკლასელის ისა სამუდამო პატიმრობა მოითხოვა მაგრამ ეს ჭირდებოდა იმ დროს ვინც ქართულ მიწებს ყიდდა ერთი რამე ახლა იქ რაც ყვინია სხვათა შორის ორი პოლიტიკოსი იყო ჩასული
შალამბერიძე და ისა ის იყო შუხანელი იყო რომ მოგცემეს და თამაზი დათო მაგას ვიძახი ეს ორი ხო ყობა და ეს ორი ჩასული იყო თქვა ხო და ამის შემდეგ მე რამაზია 1-2 ბიჭი რო ახდა წავედით ვისაც ახლოს ვისდობდით ყველაზე უფრო აქტიური სიტუაცია იყო სახალხო კრება მივედით სახალხო კრებაში ვითხოვთ დახმარებას იქ ინაღამ ჩხუბი არ მოგვივიდა შენო იმას იძახიო გონიაო ჩვენო შენზე ნაკლებად გვიყვარს საქართველო იმან არ მინდა ახლა ეს ძალიან ცნობილი ხო ჯაბა ამირეჯიბმა აროჭი და ამან იცი რა ადვილად დაამშვიდა დამწყდა იგენაცვალე აგანეო ვიცით რომ უნდა დაგეხმაროთ თქვენი არაფერი არ გჭირდება ესე შიდა იცი რაფერი იცოვი შვიდა თვითონ ვიხარ აი ის მომენტი იყო მაგარი ჩვენო ვიცოდით აქ იმისა მოვედითო რომ რაღაცა დაგვეხმარებოდა ეგერ გაფრინდაშვილი ეგერ ჯაველიძე აკადემია ცნობადი ხალხი გვინდაო რომ ჩამოვიდესო თორე ჩხუბითო ჩვენ ვიჩხუბებთ პირდაპირ უვდება ამის შემდეგ ფორუმშიც რომ მივედით იქიდან ვაფშე ზღაპრები მოგვიყვება აი ჯავახიშვილმა რა დროის მიწებია რა დროის ქვეყანა იღუპება თუნდაც მიწებს ამ მნიშვნელობა და ახლა ხომ მაგარი ხვითუა აკუბარდია ხომ მაგარი ხვითუა მაგრამ რომ მივედით დასვით არ დასვა ამათ ეძებს ფაქტიურად პოლიცია ხდები ის კი არა რომ გამოკრულია მაგრამ ეძებენ ბიჭო პოლიციაც შემატყება ასე ორშაურად სააკაშვილის დროს გამიგერასაც და აკუბარდია მართალია არ ჩაწერა აგენტი მაგრამ გაუშვა მოკლე ჩაწერა და როლიკები გაუშვა და ამან უშველა სიტუაციას დაანებეს აკუბარდიას ქონდა ეს ძალები რომ მიწისქვეშა რაღაცა ძალები და შეხედი ახლა უბრალოდ აი ეს ამბები წარწეული აქვს ამ წუთას ეს სიტუაცია ამას წარწეული აქვს ეს მიწა მაგრამ როგორ არ დავაფასო ასეთი პიროვნება და მე ხო მოვყევი კიდო გამოდის ერთხელ აკუბარდია და ყანდაუშიო ამბები ხდებაო შეტაკება იქნება ომი დაიწყებაო სიკვდილი ან გამარჯვებაო ახლა მე მიყვა მომწონდა ასეთი რაღაცები და არ იქა ვიკივლები და იმ ჯიშკარიას დაურეკე იქ არ გავიცანი და იმა მანქანით ხვალ გამოგიბლია ჯაბა ჯიშკარიანია მაგრამ ოცნების საკრებულოს თავმჯდომარე იყო წევრი იყო ერთ-ერთი და უნდა გამოიარა დამირეკა ახლობელა თუმე დაუჭერიათ იმ ღამე და ვეღარ მივდივარ ის ფულიც არ აქვს ყანდაურაში რო ჩევით და ამას მაშინ საქმე ქონდა პატარა თავისი საქმე არ მაშინ წიგნების ბიზნესი ძალიან ისეთი დრო იყო რომ მოუსწრე და მაინც ურეკა რომელს რამაზია ბიჭო მე ვთხარი ხო წამოხარ ყანდაურში რა ხდება იქ დიდი კილოწევილია პოლიციასთან შეტაკება იქნება თქო აბა რას მიზავ ეგრევე ერთი თვითმა ხო შეიძლება და დაეტორმოზებია კაცო მე ბევრი ვიცი რომელიც დაატორმოზებს ჩხუბი პოლიციასთან შეტაკებას და რა ხო და რას მეკითხე მაგას ეს სულად ზროხებიო მეო იქინეო იმის გულიზა ვიბძოდიო რომ ზროხების სად იმალ მეო ქართული მიწა სადი ადგეთი წავედით არ იყო იქ ისეთი სიტუაცია რომ ჩვენ გვეგონა ჩხუბი მაგრამ მაგრად მესიამოვნათ იქაურეს რო უთხარითო ამ პიროვნებასაც ესეთი სიტუაცია როგორიც კაროჩე თქვენ კაცო და შემდეგ ჩვენ მოგვიწია რამაზი არ იყო იქინე ხო მაგრამ ჩვენ მოგვიწია მე გაჭედილში ჩასვლა იმაზე მთელი კიბილწივილი ქონდა ამ კანიონებზე ხალხ შეაწერეს კანიონები შეაწერეს რომელია არ უშვებდნენ კანიონების დასანახად ბიჭო მთელი ცხოვრება ხალხი იქ ცხოვრობდა და რო ჩამოვედი რამაზის ოჯახში ვიყავი ბესოსთან გავათენა რამაზი არ იყო მაშინ იმაში მთელი საკრებულო ამის საახლობლო ვინც იყო ბესო მოშეგვიყვანა მთელი საკრებულო ჩვენ ხარეს განმოვიდა მთელი პოლიცია ჩვენ ხარეს განმოვიდა ხო რადგინდა რაღაცა შიგნის ამხანაგობა შექმნეს ჩვენ ორჯერ ვიყავით შესული და რაღაცები იქ დაასაქმეს იქაურები ნაწილი და ყავს კაკალი გააგდებიო და როდიში მოხდა რაღაცა პროცენტები რაღაცა და ჩვენ ეს არ გვაწყობდა მაგრამ ხო არ გადავახტებოდით ხარ ამიზავცემიას ხო საერთოდ ბევრია ხო სწორია ისევე მებრძოლები რა და ახლა რა მომიყვა გული გამისრა აღარ არის ხალხი ან გეიქცავ ან დაიღუპა ან დაიდრგუნაო და მეხუთედის მე აღარა სოფელი დარჩენილია და ასე ანადგურებენ ჩვენ გენს და ბოლომდე ხო არ უნდა გაანადგურონ არ შეიძლება აი
გულის ხტება რა თან მე უბრალოდ ინფარქტი მქონდა ხალბატონ ბათუმში 20 წელს მქონდა ინფარქტი 15 ოჯახს ასახლებდნენ დავიმარჯვოთ იქ არა ყველაზე მე ვიჩხო მე ვიყავ ჩუბობდი ბათუმში მაგრამ ბოლოს იმ ხალხმა ვისი გულის და თავი გავწინე იგენმაც ზურში ერთმა ჩამარხვა ოჯახს თუმცა შეკრული და გულმა ვეღარ გავიწო და დამკვიდრე ინფარქტი მაგრამ გადარჩი კაი ჩემორამას გადაგაგზელებ ძამიკო გია მე მთელი გული და სულით მინდა ეს კაცი რომ ვადგერძელო და მთელი გული და სულით მინდა ჩემო თემურ რომ ეს იცოდეთ რომ ეს კაცი ასეთი არსებობს რამაზი ჯიქია და რომელიც და საქმეზე რო დაჯეს ინფარქტი ქონია ძალიან სერიოზული ამ წუთად სტენდებია უკოკმანო დათმობს სიცოცხლეს ქვეყნისათვის მე ზუსტად ვიცი და ამიტომაც მიხარია ასეთი ხალხი რო არსებობს კაი ჩემორებას ნუდალევ ითხრა სიცოცხლე მე შენ უდიდეს პატივს ხსენ შენ ეს კარგად იცი და შენ იზმასივდება მე მაგრად მარტკინა ძალიან გული სადაც არასამთავრობო მომენტი დამფუძნებელი იყო ერთ-ერთ მისისმა გამოსახლებები მიწებზე სულ გვერდში მე ახლა ინფარქტია და აი